მოდი დავიწყოთ მთავარი კითხვით. თუ მთვარეზე 50 წლის უკან ვიყავით, რატომ არ ბრუნდებოდით აქამდე უკან? და თითქმის 9 საუკუნე დაგვჭირდა ისევ რომ მთვარესკენ გაგვეხედა. ზოგს გონია რომ პრობლემა ფულშია. ზოგს ჯერა რომ იქ საერთოდ არ ყოფილვართ. მაგრამ სიმართლე ბევრად უცნაური შეიძლება იყოს. ჩვენ უბრალოდ არაფერი გქონდა გასაკეთებელი. დროშა დავაჭვით, ქვები წამოვიღეთ, სელფი გადავიღეთ და უკან დავბრუნდით. დღეს ახალი რეალობის წინაშე გავაგვიწეთ. როდესაც არტემის 2 უკვე ჰაერშია და ეს არ არის რაღაც რეიტრო ტური წარსულში. ეს არის ყველაზე სარისკო და ამბიციური ექსპერიმენტი, რაც კი კაცობრიობას ოდესმე ჩაუტარებია. ახლა ნახეთ, რა არის რეალური პრიზი. მთვარეზე არ მივდივართ იმისთვის, რომ კრატერებს და მტვერს უყუროთ. ჩვენ მივდივართ წყლისთვის. ოღონდ არა დასალევად. მთვარის პოლუსებზე არსებული ყინული, რომელიც მილიარდობით წელია უკვე მზისხივი არ უნახავს, სინამდვილეში კოსმოსური ნავთობია. მისგან წყალბადის მიღება შეიძლება, რაც რაკეტის საწვავი გახლავთ. მთვარე უნდა გახდეს პირველი ბენზინგასამართი სადგური. ვარსკვლავების შორის, თუ იქ წყალს მოიპოვეთ, მარსამდე მისვლა ისეთივე რეალური გახდება, როგორც დღეს სხვა ქვეყანაში გადაფრენა გახდა. აი ეს არის ის მიზანი, რის გამოც NASA მილიარდები დახარჯა და რის გამოც ეს 4 ადამიანი ახლა სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს. თქვენ რას ფიქრობთ, ღირს ეს ყველაფერი იმ რესურსად, რაც იხარჯება? თუ ჯობია ჯერ დედამიწის პრობლემებს მივხედოთ, დაგვიტოვეთ კომენტარებში და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.